ქართველობა ჩემ დროშის ქვეშ ყოფნას ნიშნავს, რომ მას პატივსცემ და ის მიყვარს. მეორე არის აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ანუ ყველაფერს კარგად ვიცნობ, როგორც თევზის წყალში, ისევ არ აქ. ქართველობა რას ნიშნავს ეს რთული საკითხია, ეს არის აღქმა, საკუთარი თავის, საკუთარი გამოცდილების, საკუთარი ცხოვრების, ყველა ადამიანში ეგრეა მე მგონი რა. ეს ასე ერთი სიტყვით არ აღიქმება. ქვალია თუ გაიგიათ, ფილოსოფიური ცნებაა, როდესაც აი ადამიანი აღიქვავს როგორია მისთვის, თქვათ, ვაშლის გემო. ყველა ადამიანს განსხვავებულია. როგორია მისთვის აი მზის ჩასვლის ყურება სადღაც ზღვის ნაპირს. ის რაც ჩვენ ბუნებაში, ის რაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სურს, ის უნდა დავიცვათ, ამით უნდა შევიდეთ, ხოლო ევროპიდან უნდა გადმოვიღოთ საუკეთესო მაგალითები, როგორც არის, რა ვიცი, სასამართლო სისტემა, ადამიანის თავისუფლება, პატივისცემა და იმდენად ბევრი ბიუროკრატია არის ევროკავშირში, რომ ძალიან რთული არის ამ ბიუროკრატიის ნაწილი გახდე და ყველაფერი გადმოიტანა. ამიტომ მგონია, რომ უფრო მარტივად მოხდება ის შემთხვევა, როცა ძირეული ფასეულობები გადმოდის, მაგრამ ასევე შენსაც იტოვებ შენს ქვეყანას. სუვერენიტეტს ინარჩუნებ, შესაბამისად, აქ შენი კულტურა გაქვს, შენი კანონები, შენი წესები გაქვს, მაგრამ მათთან შესაბამისობაში ხარ სწორედ იმ რაღაცა თავისუფლებით, იმ სასამართლო სისტემით და ასე შემდეგ, რაც დღეს ჩვენ არ გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ქართული ტრადიციები ჩვენ გვაქვს და გვექნება და მაგის შეცვლა ან გადაკეთება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც ჩვენი იდენტობის ნაწილია და ამას ვერც ევროპა ვერ შეცვლის და თვით რუსეთმა ვერ შეცვალა 200 წლის განმავლობაში. ნაწილობრივ ცოტა კი შეცვალა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იდენტობა ვერ წაგვიშალა. შესაბამისად, მე მანდ საფრთხეს ვერ ვხედავ და არ მეშინია იმის, რომ გადავგვარდებით ან გავგეევდებით ან რაღაც 1000 გვარი მითები, რომლებიც დადის, მაგ მითების არ მჯერა. თუ კი ვინმე საქართველოს წარსვა, ტრადიციები და კონკრეტულად ქართველობა, ეს იყო ზუსტად რუსეთის იმპერია. საქართველოს რომელიც ღვინის ქვეყანა იყო, ღვინის წარმოების ტრადიცია შეწყდა მას მერე, რაც ჩვენ დაუკავშირდით რუსეთს. მაშინ როცა ფრანგებს ეს ტრადიცია არ შეწყვეტიათ. ეროვნული ჰიმნის სიმღერა მაშინ ვისწავლეთ, როცა ევროკავშირთან დაახლოვება დავიწყეთ და მანამდე ეს ყველაფერი არ ვიცოდით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაგუგლოს და ნახოს, როგორი ტრადიციები არის 1000-წლოვანი ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში და როგორ იცავენ და როგორ პატივსცემენ ერთმანეთს. ეკლესიებს რო გადავხედოთ, ნახევარი საქართველოს ეკლესიები და დავით უნდას არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირი დასავლეთის ფულით არის დაფინანსებული. ასე რომ ეგრეა.